ჩვენ დავიწყოთ ოღონდ შეეცეთ სურვილი მომხდა. სამხედრო თუ შეიძლება საერთაშორისო ამბით რუსეთის დასუსტებით. რუსეთი უკვე კარგი ხანია, რამოდენიმე თვე არა სუსტდება ამ ომში, ალბათ ყველამ დაახეთ ეს ძალიან მომაკვდინებელი დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ახორციელებენ უკრაინელები. და ბოლო ახლა ლენინგრადში უბრალოდ პეტერბურგში აქვს რაღაც ფორუმი და რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით დაიბომბა იახტა, ნავთო ტერმინალი და ქარხანა, ნავთო ქარხანა. რითი არის ეს განპირობებული? ეს განპირობებული იმით წარუმატებლობით პუტინის პროცესზე. და თითქოს მასობრივი მობილიზაციის გარდა არაფერი არ დარჩენია პუტინს განსხვავებას. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ მხრივ საქართველოს რა გავლენა ექნება? სულ რაღაც 4 წელი დაჭირდა რიტორიკის ასე მკვეთრად ცვლილებას. მე უბრალოდ დავამატებ რამოდენიმე რამეს. თანამედროვე სამხედრო ომი და ზოგადად სამხედრო მეცნიერება დიდი ხანია გაცდა ცოცხალი ძალის რაოდენობრივ უპირატესობას და ამ ლოგიკას. დღეს უკრაინა-რუსეთის ომის არის 21 საუკუნის ტექნოლოგიური ასიმეტრიის მკაფიო მაგალითი, სადაც რუსეთის მასიური მობილიზაცია და მოძველებებული მეთოდები სრულიად არაეფექტურია. უკრაინის თავდაცვის პოტენციალის სიძლიერე გამოიხატება სულ 3 რაღაც ფუნდამენტალური რამით. პირველი ეს არის მაღალი სიზუსტის იარაღი და სადაზვერვო უპირატესობა. დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით დღეს უკრაინა რეალურ დროში ხედავს მტერს და ზურგშივე ანადგურებს მის ლოჯისტიკას და სხვა ყველაფერს, რაც ჯარის მასას, ბრძოლის უნარიანობას ძალიან ამცირებს. მეორე, დრონების რევოლუცია, რომელიც მოხდა და ფაქტია. ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით დრონი აუქმებს ცოცხალი ძალის უპირატესობას და მილიონიან ტექნიკას მინიმალური დანახარჯებით ანადგურებს. და მესამე, ეს არის სტრატეგიული დარტყმები მტრის ეკონომიკაზე. უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი დრონებით შავი ზღვის ფლოტი ყირიმიდან გადევდა და რუსეთის ნავთო ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. ეს ომი არის რესურსების გამოფიტვაზე და 21 საუკუნის ომი უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან განსხვავდება მე-20 საუკუნის ომისგან. ეს როდესაც მაშინ რაღაც ეგრეთ წოდებული ხორცის შტურმები ხდებოდა და მსგავსი რაღაცები. დღეს უკვე ესე აღარ არის. სრულიად სხვა ომია, სადაც უკრაინას თავდაცვის უნარიანობის კუთხით უდიდესი უპირატესობა აქვს რუსეთს.